მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი მყოფებით არხზე Bit Dealer-ი და მე ვარ მისი წამყვანი გიორგი. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა იცოდეს დამწყებმა კრიპტო ინვესტორმა, კრიპტო ენთუზიასტმა ან ადამიანმა, რომელსაც უბრალოდ აინტერესებს კრიპტოვალუტები და ბიტკოინი. და ამდენად მეგობრებო, ვიდეო იქნება ძალიან საინტერესო, ძალიან ინფორმატიული. უყურეთ მას ბოლომდე. ბევრ რაღაცას გაიგებთ, რაც უნდა იცოდეთ ბიტკოინის შესახებ და ამის შემდეგ, მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდით ღირს თუ არა მასში ინვესტირება. ბიტკოინი არის თანამედროვე ციფრული ფული, რომელსაც გააჩნია ძალიან მაგარი ტექნოლოგია, ეს არის blockchain ტექნოლოგია, იგი არის გადანაწილებული რეესტრი, ცენტრალიზებულ სისტემებს აქვს ერთი ძალიან დიდი მინუსი, ეს არის ის, რომ ისინი არიან დამოკიდებული ცენტრალურ ორგანოზე, რომელიც არის მათი მაკონტროლებელი ორგანო და ამ შემთხვევაში ცენტრალური ორგანოს ინაქტივაციის შემთხვევაში მთელი სისტემა ხდება უსარგებლო, იგი იშლება და შესაბამისად ვეღარ უმკლავდება თავის ფუნქციას. ამისგან განსხვავებით დეცენტრალიზებულ სისტემას, რომელიც არის გადანაწილებული, ყოველი ცალკეული კვანძი ეს არის დამოუკიდებელი ერთეული მაკონტროლებელი სისტემის. შესაბამისად, ერთ-ერთი ან რამდენიმე მათგანის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მთლიანი სისტემა მაინც დარჩება ხელუხლებელი იქიდან გამომდინარე, რომ ეს მთლიან სისტემას არაფერი არ დააკლდება აქედან. ამდენად ბიტკოინის დეცენტრალიზებულობა წარმოადგენს ძალიან დიდ დადებით მხარეს, იქიდან გამომდინარე, რომ ბიტკოინი არის თანამედროვე ციფრული ვალუტა, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ გახდეს გლობალური ვალუტა. ისევ და ისევ მისი დეცენტრალიზებულობის საფუძველზე შეუძლებელია რაიმე ზიანი მიაყენოს ბიტკოინის სისტემას, იქიდან გამომდინარე, რომ თუ კი სიტყვაზე ერთი ან რამდენიმე მისი კომპონენტი გამოვა მწყობრიდან, იგი მაინც განაგრძობს ფუნქციონირებას. რა თქმა უნდა, ბიტკოინს არ გააჩნია ცენტრალური მაკონტროლებელი ორგანო, რომლის დახურვის შემთხვევაშიც მთლიანი სისტემა უსარგებლო გახდება. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ბიტკოინის და ამის გარდა, რა თქმა უნდა გავერკვეთ ცოტა ტექნიკურ მახასიათებლებშიც, ანუ როგორ მუშაობს თავად ბიტკოინი და მისი ბლოკჩეინი. ამიტომაც მოდით გავერკვეთ რა არის ზოგადად ბლოკჩეინი, ეს არის ინფორმაციული ბლოკების ჯაჭვი, თავად სახელიც გვეუბნება, ყოველ ბლოკში ჩაწერილი არის ინფორმაცია ტრანზაქციების შესახებ და შესაბამისად ბლოკებს აქვს გარკვეული დრო, რომლის განმავლობაშიც ისინი გენერირდება, ანუ წარმოიქმნება. ბიტკოინის შემთხვევაში ყოველი ბლოკი გენერირდება 10 წუთში ერთხელ, ახალ ბლოკში იწერება ის ინფორმაცია, რაც უკვე წინა ბლოკებში არის დადასტურებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ მე პირველ ბლოკის ეტაპზე გავაგზავნე ბიტკოინი მომხმარებელ ვინმე ჯიმისთან, ჯიმის საშუალება ექნება ამ ბიტკოინების დახარჯვის უკვე მხოლოდ და მხოლოდ მეორე ბლოკში, იქიდან გამომდინარე, რომ ბლოკჩეინ აპარატის შესამოწმებლად ჯერ უნდა დამოწმდეს ის ტრანზაქცია, რომელიც მე შევასრულე პირველ ბლოკში და ამის შემდეგ უკვე ჯიმის მეორე ბლოკში ექნება საშუალება, რომ მის მიერ მიღებული ბიტკოინები დახარჯოს. ეს ძალიან მაგარი ტექნოლოგია არის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავაყალბოთ თავად ბლოკჩეინი. ბლოკჩეინი არის ჩაწერილი ათასობით და მილიონობით სხვადასხვა გამომთვლელ მანქანაზე და კომპიუტერზე, ყველგან წერია ერთი და იგივე ინფორმაცია და შესაბამისად შეუძლებელია ამ ინფორმაციის შეცვლა. იმის დამიხედვით, თუ როგორ ემატება ახალი ბლოკები, შესაბამისად ეს ინფორმაცია მუდმივად ახლდება ყველა კომპიუტერში ერთდროულად. ამდენად ჩვენ ჰაერიდან ვერ მოვიტანთ რაღაც დამატებით ბიტკოინებს, რომელთა რაოდენობა ისედაც შეზღუდული არის, მათი რაოდენობა 21 მილიონს არ აჭარბებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ 21 მილიონზე მეტ ბიტკოინს ძალიანაც რომ მოგვინდეს ვერსაიდან ვერ დაუბეჭდავთ. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ინფორმაცია უკვე ჩაწერილი არის თავად ბლოკჩეინში. შესაბამისად, მეგობრებო, ბლოკჩეინ ტექნოლოგია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად ზუსტად შევინახოთ ინფორმაცია მისი რაიმე ცვლილების გარეშე და ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საშუალებით ნებისმიერ სფეროში თუ კი გამოვიყენებთ მას, იგი დაგვეხმარება, თავიდან ავიცილოთ გაყალბება, ტყუილი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან მაგარი ტექნოლოგია და სწორედ ამიტომაც ცდილობს ძალიან ბევრი სახელმწიფო სტრუქტურა მის ინტეგრირებას თავის სამუშაო აპარატში და ჩვენ როგორც უკვე ვიცით, საქართველოში არის საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურა ბლოკჩეინის მიმართ, გვაქვს ინფორმაციის ჩაწერის საშუალება ბიტკოინის ანალოგიურ ბლოკჩეინში, რაც უკვე ხორციელდება, არის გარანტია იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს ვერავის ვერ მოატყუებს. ორივე სიტყვით შევეხოთ ბიტკოინის მაინერებს.
Bitcoin მაინერები არიან ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას Bitcoin-ის გამოთვლის სფეროში, ანუ სპეციალური აპარატებით. ეს აპარატები მონაწილეობენ ურთულეს მათემატიკურ გამოთვლებში, რის შედეგადაც ადასტურებენ ტრანზაქციას, ანუ როგორც უკვე წეგან აღვნიშნეთ, ბლოკჩეინში არსებულ მთელ ინფორმაციას ამოწმებენ თავიდან პირველი ბლოკიდან ბოლო ბლოკამდე და შესაბამისად ადასტურებენ იმას, რომ ადამიანს მართლა ჰქონდა ესა თუ ის რაოდენობის ბიტკოინები, რომლებიც გაუგზავნა მეორე ადამიანს. აი ამ ურთულეს ოპერაციას ასრულებენ ესეთი აპარატები, რომელსაც ქვია მაინერი. როგორც ხედავთ, მაინერები არის საკმაოდ მრავალფეროვანი, არის GPU მაინერები, ანუ ვიდეო კარტები, არის ASIC მაინერები, ეს არის უფრო რთული მაინერები, თუმცა ყველა მათგანი ახორციელებს ერთი და იგივე ფუნქციას, ეს არის Bitcoin-ის მათემატიკური ალგორითმების გამოთვლა, რის შედეგადაც წარმოიქმნება უზარმაზარი გამომთვლელი ძალა. ეს უზარმაზარი გამომთვლელი ძალა შეგვიძლია გამოუხატოთ როგორც hash rate. Hash rate ეს არის Bitcoin-ის გლობალური დაცულობის ინდიკატორი, ანუ რამდენად დაცული არის Bitcoin-ის ქსელი და რაც უფრო მეტი ესეთი აპარატი მონაწილეობს Bitcoin-ის მაინინგში, მით უფრო დაცული გამოდის Bitcoin-ი. შესაბამისად, მეგობრებო, აქედან გამომდინარეობს ის, რომ Bitcoin-ის მაინინგში მონაწილე ყოველი ASIC თუ GPU მოქმედებს მის დაცულობაზე. და მინდა ერთი პატარა შედარება მოვიყვანო, მსოფლიოში მოგეხსენებათ, არსებობს ძალიან ბევრი კომპიუტერული გამომთვლელი სისტემები, არის სუპერკომპიუტერები, რომლებიც 10,000-ობით და 100,000-ობით კომპიუტერებს აერთიანებენ და გაითვალისწინეთ, მეგობრებო, რომ Bitcoin-ის hash rate-ის 0.1% არის მათი საერთო გამომთვლელი ძალა Bitcoin-ის ქსელთან შედარებით. ანუ Bitcoin-ის ქსელი იმდენად ძლიერი არის, რომ მსოფლიოში არსებული ყველაზე დიდი სუპერკომპიუტერების ერთობლივი გამომთვლელი ძალა შეადგენს Bitcoin-ის გამომთვლელი ძალის 0.1%. ეს არის კოლოსალური რიცხვი, მეგობრებო. ისეთი დიდი კორპორაციები, როგორც არის Amazon, Google, Facebook და რა თქმა უნდა სხვა კორპორატიული გიგანტები, რომელსაც გააჩნიათ თავიანთი სუპერკომპიუტერები, Bitcoin-ის 0.1%. ასე რომ, მეგობრებო, გაითვალისწინეთ ეს მომენტი, Bitcoin-ი აქედან გამომდინარე არის ყველაზე დაცული და Bitcoin-ის შექმნის პირველ მომენტში ჯილდო შეადგენდა 50 Bitcoin-ს. ასე გრძელდებოდა 4 წელი, რის შემდეგაც Bitcoin-ის ჯილდო განახევრდა, ეს არის halving-ი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ხორციელდება, რის შემდეგაც Bitcoin-ის ჯილდო ნახევრდება. როგორც ხედავთ, 50-დან ჩამოვიდა 25-ზე და დღევანდელი მომენტისათვის არის 12.5 უკვე. ამის შემდეგ დაახლოებით 80 დღეში მოხდება კიდევ ერთი განახევრება და შესაბამისად ჯილდო ჩამოდის 6.25 Bitcoin-ზე. დაახლოებით 4 წლის შემდეგ ისევ მოხდება განახევრება, ამის შემდეგ უკვე გვექნება 3.72 Bitcoin-ი და ასე გაგრძელდება თანდათანობით შემცირება. საბოლოო ჯამში 2140 წლისთვის Bitcoin-ების ყველა მონეტა დამაინებული იქნება უკვე და შესაბამისად ამ დროისთვის არც არავინ იცის რეალურად რა ფასი ექნება Bitcoin-ს, თუმცა შესაძლოა მისი ფასი $1 მილიარდ აჭარბებდეს. თუმცა ამას ჩვენ სავარაუდოდ ვერ გავიგებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყოველივე მოხდება 2140 წლისთვის. თუმცა ჩვენ რაც შეგვიძლია გავიგოთ, ეს არის ის, რომ ყოველი halving-ის შემდეგ Bitcoin-ის ფასი როგორც მინიმუმ 2-ჯერ ან მეტჯერ იზრდება. ეს არის ძალიან მარტივი ასახსნელი, იქიდან გამომდინარე, რომ Bitcoin-ის მოსაპოვებლად არის საჭირო გარკვეული რესურსი, ეს არის ელექტროენერგია და ASIC მაინერები, რომლებიც გარკვეული ფული ჯდება და ამ ყველაფრის კომპენსირებისათვის Bitcoin-ის ფასი უნდა გაორმაგდეს როგორც მინიმუმ იმისთვის, რომ რენტაბელური დარჩეს Bitcoin-ის მაინინგი. ეს კი გახლავთ ძალიან დიდი ინდუსტრია და შესაბამისად ამ ინდუსტრიას არავინ არ მოკლავს, ესე უბრალოდ შესაბამისად Bitcoin-ის ფასი მომავალში მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება იმის მიხედვით, რაც უფრო შემცირდება ჯილდო. და მოდით ახლა გადავიდეთ კერძოდ უკვე Bitcoin-ის ფასზე. ეს არის სწორედ ის, რაც უბრალო ადამიანს ან თუნდაც ინვესტორს იზიდავს Bitcoin-ი. მოგეხსენებათ, საწყის ეტაპებზე Bitcoin-ს არანაირი ფასეულობა არ გააჩნდა, იგი 1 ცენტიც კი არ ღირდა, თუმცა უკვე დაახლოებით ნაკლებად ცნობილი იყო პროგრამისტების წრეში. ამ პერიოდში ერთ-ერთმა პროგრამისტმა 10,000 Bitcoin-ად იყიდა 2 პიცა. ამაზე ლეგენდები დადის კრიპტოსამყაროში, რა თქმა უნდა, 10,000 Bitcoin-ი იმ მომენტისათვის ღირდა $43. დღევანდელი კურსით კი, რა თქმა უნდა, ეს არის კოლოსალური თანხა, რომელიც $96 მილიონ შეადგენს.
თუმცა რა თქმა უნდა იმ მომენტისათვის არავინ არ იცოდა რომ ბიტკოინს ესეთი საომავლო პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ ეს გვაძლევს ერთ მიმართულებას ჩვენს აზროვნებაში, ეს არის ის რომ არაფერი არ უშლის ბიტკოინს, თუნდაც მომავალში გახდეს $1,000,000 და ამიტომაც ყველაზე მომგებიანი პოზიცია ჩვენ შემთხვევაში იქნება ის რომ მინიმალური თანხით ვიყიდოთ რაიმე რაოდენობის ბიტკოინები, მაგალითად 1/100 ბიტკოინი და შევინახოთ იგი 10 წლის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შეიძლება მისი ფასი რამოდენიმე ასეული $1,000-იც კი იყოს. ესეთი ძალიან საინტერესო სტრატეგია არსებობს, მეგობრებო, რაც შეეხება უკვე თავად ბიტკოინში ინვესტირებას, მე ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ინვესტირება არის ძალიან სარისკო საქმიანობა. პირველ რიგში თქვენ კარგად უნდა გაერკვეთ იმაში, თუ რას აკეთებთ და რატომ აკეთებთ. კარგად უნდა შეისწავლოთ ის პროდუქტი, რაშიც აკეთებთ ინვესტიციას. ამ შემთხვევაში, თუ კი თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ბიტკოინში გააკეთოთ ინვესტიცია, აუცილებლად კარგად შეისწავლეთ მისი ფუნდამენტალური თვისებები და რისთვის შეიძლება იგი იყოს მომავალში გამოსადეგი და რა თქმა უნდა თუ კი თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ რომ ბიტკოინით ივაჭროთ რომელიმე დიდ კრიპტო ბირჟაზე აუცილებლად გაერკვიეთ კარგად ტრეიდინგის საფუძვლებში როგორც მინიმუმ გაერკვიეთ რა არის ფუნდამენტალური და ტექნიკური ანალიზი იმისათვის რომ თქვენი თანხა არ დაკარგოთ გაითვალისწინეთ რომ სავაჭრო სფეროში ძირთად მუშაობენ პროფესიონალები, რომლებიც ძალიან დიდ დროს ატარებენ ტერმინალებთან და მათ ძალიან კარგად იციან თავიანთი საქმე, ამიტომაც თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ მათი მოტყუება ან მათზე ზეგავლენის მოხდენა და სავარაუდოდ ყველაზე დიდი ალბათობით პირიქით მოხდება და ისინი მოახერხებენ თქვენს მანიპულირებას. ამის მომენტში ადამიანები ძალიან პანიკურად ყიდიან მას, როგორც ბიტკოინის ფასი $10,200-დან ჩამოვიდა $9,400-მდე და ეს მოხდა სულ რაღაც 1 საათში. ამის მიზეზი კი გახდა ეს პანიკური გაყიდვა, რომელიც 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყველაზე სავარაუდოდ გამოუცდელი ინვესტორების და გამოუცდელი ტრეიდერების მიერ იყო ჩადენილი ესეთი ქმედება. როდესაც ადამიანი ყიდის, შესაბამისად ვიღაცა ადამიანი ამას ყიდულობს და ვინ ყიდულობს ამას სავარაუდოდ უკვე მიხვდებოდით ეს არის ის ადამიანი რომელიც წვევს ამ პანიკას რომელსაც აწყობს პანიკა რომელსაც უნდა რომ თქვენი ბიტკოინები და სხვა კრიპტოვალუტები შეიძინოს იაფად და შესაბამისად გაითვალისწინეთ რომ აი ესეთი манипуляციები შესაძლებელი არის არა მარტო კრიპტო სამყაროში არამედ სხვა ფინანსურ ინსტიტუციებში იქნება ეს ოქრო ვერცხლი აქციები, ობლიგაციები თუ სხვა არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ყველგან ხდება ესეთი манипуляციები, იმიტომ რომ მდიდარი ადამიანები, მილიონერები, მდიდარი ინვესტორები ცდილობენ ჩვეულებრივი ადამიანების გაუთვით ცნობიერებელი ქმედებების ხარჯზე გამდიდრდნენ და ძალიან კარგათაც გამოსდით რეალურად ეს ყოველივე. მოკლედ, მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ვიდეო მოგეწონათ, თუ კი ასე არის, აუცილებლად მოიწონეთ იგი, გამოიწერეთ არხი და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.